მათი არის მხნედრაც მთავარია და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათესი და სხვა ბიჭების კარგად ყოფნა, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვმატებთ ძალას ჩვენი ბრძოლით მათ, ის ასევე მათი კარგად ყოფნა არის ჩვენთვის ძალის მომცემი, რომ აქ უფრო ბევრი ადამიანი გამოვიდეს გარეთ და უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლოთ იმის წინააღმდეგ, რაც დღეს ჩვენ გვიდევს ქვეყანაში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ყველას განწყობა ასეთია, მე ვისაც ვესაუბრე დღეს ყველა პოლიტპატიმარი ძალიან მხნედ არის. ოჯახის წევრებისთვის ალბათ კიდევ უფრო რთულია, როცა იცი რომ უსამართლოდ ზის შენი ოჯახის წევრი და თქვენ ხართ ხალხი, ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი. ამიტომ რეჟიმს თქვენთან საუბარი უჭირს, არ აქვს მორალური უპირატესობა, თუმცა დღეს ისიც კი იკადრეს, რომ როდიონოვის ხალხს შეგადარეს ბანდყოფები, რას უპასუხებთ აი ამ რეჟიმის წარმომადგენლებს? რა იქნება თქვენი პასუხი, რომლებმაც დღეს უცხოური ძალა უწოდეს, რუსეთიც კი ვერ ახსენეს 9 აპრილთან დაკავშირებით და გარდაცვლილი ადამიანებიო გაიძახოდნენ დასახიჩრებულ დაღუპულ მოკლულ ადამიანებს. დიახ, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ადამიანები არიან რუსეთის მონები და ივანიშვილის მონები, იმიტომ რომ როცა ამათ არ შეუძლიათ ქვეყნის მწრის სახელი თქვან ხმამაღლა და გააჟღერონ ეს ქვეყანაში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ესენი არიან მშიშრები და ლაჭრები. არ გავჩერდებით არანაირად, იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს ბიჭები და ზოგადად პოლიტპატიმრები თუ შევატოვეთ ჩვენ ამ ადამიანებს, დავკარგავთ ქვეყანას. ეს ან ყოვლად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს, რომ ამ სისტემის წინაშე დარჩნენ მარტო. შესაბამისად, თუ გგონიათ, რომ მაგათი მსგავსი ლაპარაკი და არ ვიცი, ესეთი მომართვები თუნდაც ან დამოკიდებულებები ჩვენს მიმართ გარამე გავლენას იქონიებს, ძალიან ცდებიან. არაფერი გვაქვს დასაკარგი, ვიბრძოლებთ ბოლომდე და იცოდნენ, რომ ჩვენს ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და აუცილებლად გამოიღებს შედეგს. 36 წელია შუაში აი იმ თაობასა და თქვენ თაობას შორის და აბსოლუტურად იგივეა მიზანი. ელენე, გაქვთ თუ არა აი ეს შინაგანი კავშირი იმ ხალხთან? ძალიან ახალგაზრდები იყვნენ 36 წლის წინ დაღუპული მოქალაქეები გამზირზე, რომლებიც ძალიან შეგნებულად იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და 36 წლის თავზე დღეს ქვეყანაში ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ძალამ, რომელიც ვერ ბედავს ახსენოს რუსი. აი თქვენი ბმა მინდა ვიკითხო, გარდა ოჯახის წევრების წინაშე აღებული ვალდებულებისა და ამ გრძნობისა, რომ თქვენი ოჯახის წევრია უსამართლოდ დაკავებული, თქვენ ახსენეთ, რომ ეს თქვენ სამშობლოს წინაშეც ვალდებული ხართ, რაღაცნაირად იმ თაობის წინაშეც ვალდებული ხართ. აი ამ ბმაზე მინდა ვიკითხო, 36 წლიანი შუალედით ხართ თუ არა იგივე მიზნით თქვენც ახლა ქუჩაში? როგორც მივხვდი, იგივე განწყობა მკითხეთ, იმიტომ კარგად არის მოდა. იგივე, რისთვისაც იდგნენ მანდ 36 წლის წინ. დიახ, ჩვენ გვყავს იგივე მტერი, იგივე გარემოება გვაქვს. იმ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, ასე ვთქვათ, და დღეს უბრალოდ საფრთხეა, რომ ისევ ვიყოთ იმ რუსეთის ნაწილი, რაც მაშინ იყო. ეს არის ყოველად დაუშვებელი, ისევ ისეთი შემართება გვაქვს, როგორც ჩვენ, ასევე რუსთაველზე მდგომ ხალხს, შესაბამისად, აღარ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, განწყობა ისედაც იკითხება, კი, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ელენე თქვენ იმისთვის, რომ ასე მხნედ ხართ. ისეთია და მებრძოლის უნარიანი. ძალიან კარგი. მხნედ ვართ და ასეც იქნება, ბოლომდე გავიტანთ ჩვენს სიტყვას და ბრძოლას. დიდი მადლობა ელენეს. დიდი მადლობა თქვენ გამძლეობისთვის, ასეთი შემართებისთვის, ელენე დევიძე.